და სახარებას. ეს არის მარკოზის სახარება, მე-6 თავი და აქ მაცხოვარი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, მახარებელი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ მაცხოვარმა გაგზავნა თავისი მოწაფეები და რა დარიგებები მისცა მათ. მოუწოდა 12-თა მათ და იწყო წარვლინება მათა ორ-ორისა და მიცემათ ხელმწიფებასა სულთა ზედა არაწმინდად. ორ-ორი გაგზავნა. ორ-ორი ამასაც თავისი ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ახლა ერთი ადამიანი, აი სულაც თუ ყოფილიყავთ ისეთ შემთხვევაში, რომ დავუშვათ აი სულაც პატარა ბავშვი გახლავთ სადღაც. მაგრამ ისიც რო არის, უკვე იმდენად მარტო აღარ ახარ, უკვე რაღაცა თითქოს მოგეშია ის, თუნდაც პატარა ბავშვი. ხო, აი მარტო რო ხარ, მაშინ სხვანაირად, ვიღაცა რო იტყვა ხმის გამცემი რო გყავს, სხვანაირი. მაცხოვარმაც ასე ორ-ორი გაგზავნა. და მისცა ხელმწიფება არაწმინდა სულებზე, რომ მათ შეეძლოთ, რომ ეს არაწმინდა სულები განედევნათ. გაამცნებდა მათ, რაითა არარაი მიიღონ გზასა ზედა და ეუბნაოდა, რომ არაფერი არ წაიღოთ გზაშიო. რატო ეუბნაოდა ამას? იმიტომ, რომ მათი ფიქრი და ესე იგი საზრუნავი ყოფილიყო არარაიმე მატერიალური, რომ ეხლა ესეც წავიღოთ, ეს ხო არ დაგჭა, იქ რა დაგჭირდება, როგორ დაგჭირდება. არამედ უფალი ამით ასწავლის, რომ თქვენ წადით იმ საქმეზე, რასაც მე გეუბნებით და დანარჩენი რა იქ რაც საჭირო იქნება, ყველაფერი გექნებათ. გარნა კვერთხი ხოლო, ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა სარტყელსა რვალი. არაფერი არ წაიღოთ, არც პურიო, არც ოქრო, არც ორი სამოსელიც კი არ წაიღოთ, სხვაგან ეუბნა. მხოლოდ კვერთხი წაიღეთ. და რაითა ესხნენ სანდალნი და ნუცა შემოსად ორი სამოსელი და ეტყოდა მათ, ვიდრეცა შეხვიდეთ სახსა, მულ დაადგერით, ვიდრე მიერ გამოსვლადნი. რომელიმე ქალაქში რომ შეხვალთ, ერთი სახლი ამოარჩიეთო. სხვა მახარებელი იმასაც კი ამატებს, რომ ეუბნება მაცხოვარიო, რომ გამოიკითხეთო იმ დასახლებაშიო, ვინც ღირსეული იყოსო, მასთან დარჩით. ახლა წარმოიდგინეთ, შევიდა მოციქული რომელიმე ქალაქში, თან ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს მოციქულები, როდესაც მიდიან ამათ იმ ქალაქში, იქ ხდებათ არაკეთილგანწყობილი საზოგადოება. მათ დამი არაკეთილგანწყობილი. მაცხოვრის სიტყვებით რო ვთქვათ, მე გაგზავნითო, როგორც ცხვრებს მგელთა შორის. აი ცხარი რო გაგზავნა მგლებში, მეიქადაკოს ახლა. როგორი არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება აქვთ და აი ასეთ შემთხვევაში იქ გამოიკითხეთო, ვინ არის ღირსეული იმ, აი რომელიღაც სოფელში შეხვედით. რატო გამოიკითხეთ? იმიტომ რომ ღვთის სიტყვის ქადაგებას დაბრკოლება რომ არ შეექმნეს. ეხლა თუ სოფელში ხმა დაირხეოდა, რომ ვიღაცა უღირსი ადამიანი ცხოვრობს იქ, აი უზნეო და გარყვნილი და გაუბედურებული და ვიღაცა მასთან მოვიდა. ეხლა იმას უფრო დაუჯერებდნენ, თუ როიციან, რომ ვიღაცა ღირსეულ კაცთან ვიღაცა არის მოსული და მე ის რაღაცას გვასწავლის. ესმით, აი რატო ეუბნება. ამიტომაც გამოიკითხეთ და სანამ ამ სოფელს არ დატოვებთ, მუდამ იყავით ერთი და იგივე სახლში. ამასაც თავისი მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ ერთი მხრივ იმისთვის, რომ თვითონ ეს მასპინძელი შეურაცხყოფილი არ დარჩენილიყო, რომ დღეს ჩემთან იყო და ეთყობა რაღაცა არ მოეწონა და ესე რომ ვთქვათ რა, ჩვენ ადამიანურად ეხლა სხვასთან წავიდა იქ რჩება. და მეორე მხრივ კიდე ხალხი რო არ დაბრკოლებულიყო, რომ აი არ ეთქვათ, რომ ნახე ხანიქ მიდის და რაღაცა თავისი პირადი რაღაცა აქვს. და რაოდენთ არა შეგიწყნარდნენ თქვენ და არცა ისმინონ თქვენი, გამორა იხვიდოდით მიერ
განიყარეთ მტვერი ფეხთაგან თქვენთან საწამებელად მათა და სადაც თქვენსას არ მოისმენენ რომ დატოვებთ იმ ქალაქს თუ სოფელს თუ რაც იქნება აი ზღობზე ფეხი დაიბერტყეთო რატომ? იმიტომ რომ ამითი აჩვენოთ რომ ჩვენ თქვენგან არაფერი არ მეგვაქვს თქვენი ქალაქის მტვერიც კი არ მეგვაქვს ანუ ჩვენი მიზანი თქვენთან შემოსვლისა ის კი არ იყო რომ თქვენი რამე გჭირდებოდა ჩვენ არამედ ის რომ ჩვენ სარგებელი მოგვეტანა თქვენთვის სხვაგან ეუბნება მათ ხო არის ვინცო თქვენი ისმინაო მან ჩემი ისმინაო და ვინც თქვენ შეურაცხყოფთ ის მე შეურაცხყოფს ანუ აქ როგორ არის ნახეთ აი სასულიერო პირი მიდის ამა თუ იმ ქალაქში თუ ხო ამა თუ იმ სოფელში ამა თუ იმ დასახლებაში თუ სხვა მიდის არა იმისთვის რომ მათგან რამე უნდა არამედ იმისთვის მიდის რომ მათთან ღვთის სიტყვა მიიტანოს მისი მოვალეობა ეგ არის ეს ღვთისადმი პასუხისგებლობა და იმ ადამიანებისადმი ვისთანაც უფალი გზავნის ეგ არის რომ მიიტანოს ღვთის სიტყვა უფალი კი ეუბნება რომ შენს საჭიროებაზე შენს ხორციელ საჭიროებაზე მე ვიზრუნებ იმდენად ვიზრუნებ რომ შენ გზაში არაფერი არ წაიღო და მე ახლა აღარ გძელდება დღევანდელ საკითხავში მაგრამ რომ დაბრუნდნენ ეკითხება უფალი რომ თქვენ ასე და ასე რომ გაგზავნეთო რამე გაკლდათო გზაშიო და ისინი ეუბნებიან რომ არაფერი არ გაკლდა იმიტომ რომ ყველაფერს ადამიანების ხელით მათ საჭიროებაზე უფალი ზრუნავს და ეს მოციქული თუ ეს წარგზავნილი იმ შემთხვევაში მოციქული ამ შემთხვევაში სასულიერო პირი გრძნობს ღვთის აი ამ შეწევნას რომ უფალი თავის მსახურს არ გაუჭირებს და რაც საჭირო იქნება მიეცემა და მეორე მხრივ კიდევ სასულიერო პირი და სასულიერო პირის და მრევლის ურთიერთდამოკიდებულება და აი ასეთი იყოს რომ ჩვენ კი არ ვეკამათებით ვინმეს რომ ეს ასეა თუ ისეა ახსოვთ აი პავლე მოციქული ერთგან ამბობს რომ საუბარი არის რომ ადამიანი მანდილოსანი თავდაბურული უნდა ლოცულობდეს მამაკაცი თავდაუბურავი უნდა ლოცულობდეს და ამ საკითხებს აღწევს განათქმენი ბუნებაც არ გასწავლითო რომ თუ ქალი ოცნებს გძლად გარდაუტევსო ესო მისი დიდება არისო რადგანო სამკაულად მოეცავა ქალსო თმაო თუ კაცი გაუშვებსო ასეთნებსო ეს მისთვის სისხლიაო და ამ საკითხებზე საუბრობს და ბოლოს ამბობს ძალიან საინტერესო რამეს ჩვენო ეს გითხარითო და ვისაც კამათი უნდა ჩვენო და ღვთის ეკლესიას ეს ჩვეულება არ აქვს ანუ დავუშვათ ვიღაცას ეჟინი აქვს რომ ეგრე კი არა ისეა კი ბატონო შენ თუ არ გინდა რომ გაიგონო და ესე ფიქრო იფიქრე როგორც გინდა მაგრამ მე ის რაც ღვთისგან იყო გითხარიო გესმით აი რა აქაც სასულიერო პირი როდესაც რაღაცას ეუბნება რაც სინდისიერია რაც რჯულიერია ღვთისნიერია შენ გეუბნება ამას და შენ თუ მოისმენ მის სიტყვას ეს შენთვის უკეთესი იქნება თუ არ მოისმენ და გინდა რომ აქედან საწინააღმდეგო დაუმტკიცო მაშინ ის არ გამოგეკიდება მით უმეტეს თუ არ ეკითხები რაღაცას ახლა ჩვენ რომ ამბობთ ხოლმე რომ აი დავუშვათ ტაძარში ადამიანი ასე უნდა მოიქცეს ასე უნდა ჩაიცვას დავუშვათ ჩვენ ახლა გინახიათ რომ ქუჩაში ვინმესთვის გვეთქვას რომ შენ ასე ნუ გაცვია მით ვამბობ ადამიანებზე ვინც არ თვლის რომ ეკლესიურია ვის ეთქვი ან რა უფლება გაქვს რომ უთხრა ხო მაგრამ თუ ის მოდის შენთან შენ ეუბნები იმას რაც საჭიროა და ის გაითვალისწინებს თუ არ გაითვალისწინებს ეს უკვე მასზეა დამოკიდებული აი ჩვენ რა ექიმთან მივდივართ ექიმ ხო მოვალეა რომ გვითხრას ის რაც გჭირს და მერე სწორი მკურნალობა დაგვინიშნოს მაგრამ ექიმის სახში ხო არ მოგყვება ახლა თუ ყურადღებიანია და რაღაცა ამის შესაძლებლობაც აქვს შეიძლება დაგირეკოს მოიკითხოს აბა რა შვები როგორ მიდის მკურნალობის საქმე
ასრულებ თუ არა იმას, რაც მე ვეუბნები, მაგრამ ეს ხო ძირითადად არ ხდება. იმიტომ რომ სად აქვს იმასაც მაგდენი დრო და ის რომ ყველას ესე შეეხმიანოს, მაგრამ ჩვენ ხო ვცდილობთ რომ ის შევასრულოთ, რასაც ის გვეუბნება. და ჯერა რომ ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის არის. აქაც ესე. ძველ აღთქმაში არის ასეთი. უფალი ეუბნება ძველი აღთქმის მღვდელს, რომ თუ დაინახავ რომ ცოდვა არისო მომავალიო, ანუ ხედავ რომ ადამიანი შეიძლება ამათ იმ ცოდვაში ჩავარდეს და შენ არ აყვირდებიო და არ იტყვიო რომ ეს ცოდვა მომავალი არისო და ის თუ ცოდვაში ჩავარდება, მაშინ შენ მოგკითხავ ამ ცოდვის გამო. მაგრამ შენ თუ იტყვიო და ის მაინც ჩავარდება ცოდვაში, არ გაითვალისწინებს, მაშინ შენ თავისუფალი იქნები და ის დაისჯება თავის ცოდვის გამო. აი ესე აქაც რაღაცას მეუბნება სასულიერო პირი იმას, რაც ღვთისგან არის, ის რაც სახარებისეულია, ჩვენ თუ გავითვალისწინებთ, მაშინ გადავრჩებით. სხვა მხრივ კი ადამიანის თვითონაც უნდა ეძებდეს, რაც უკეთესია. ისე კი არა, რომ აი მე ვინმე უნდა დამაძალოს, რომ აი გავაკეთო. მე ვერავინ ვერ დამაძალოს, მე ჩემს თავს უნდა დავაძალო. მე უნდა მივიდე იმის შეგნებამდე, რომ ეს რამდენად კარგია ჩემთვის, ის რამდენად ცუდია ჩემთვის. იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენს პასუხისგებლობას ვერავის ვერ გადავაბრალებთ. განა ჩვენს პასუხისგებლობაში არ არის, რომ ჩვენთვის უკეთესი რაც არის, გამოვიძიოთ. ახლა ჩვენ არ გვინდოდეს სულის გადარჩენა და მოძღვარზე ვამბობდეთ, რომ ის არ მეუბნება ამას და ის იმას არ მეუბნება. ჩვენ უნდა ეძებდეთ. უფალი გეუბნება, ეძიებეთ და ოვებთ. ირეკდით და განგეღოსთ. ილოცეთ ან ვითხოვეთ და მოგეცემათ. ითხოვს უნდა ადამიანმა სულის გადარჩენა და მიეცემა. აი როგორ ამბობენ წმინდა მამები, რომ აი ხშირად იმეორეთ უფალო იესო ქრისტე შემიწყალე, ხშირად იმეორეთ ყველა წმინდა ღვთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ. და თუ ადამიანი ასე ლოცულობს, ის აუცილებლად გადარჩება ღვთის მადლით. იმიტომ რომ ითხოვს და ესეც ღვთისმცნება არის. უნდა ითხოვს. როგორ მოვამზადოთ 8 წლის ბავშვი აღსარებისთვის და როგორ აუხსნათ ზიარების და აღსარების მნიშვნელობა, რომ ადვილად გაიაზრო. ჯერ პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ იმით, რომ ეს ბავშვი რაც უფრო ცნობიერება ემატება, მით უფრო უნდა ხედავდეს, რომ მშობელი აკეთებს ამას. აი ხო არის, რომ რაღაცა მოდი ბავშვი ცნობიერება შევადაროთ, ესე ბურუსი როა რაღაცა და ნელ-ნელა რომ არჩევ შენ რომ ადამიანია გამოიკეთა. მე შეხედავ რომ ეს ადამიანი ვინ არის, თურმე შენი მეზობელი ყოფილა აღმოაჩენ ხო? აქ ბავშვი რო ხედავს რომ დედა რაღაცას მიირთმევს, რაღაცისგან თავს იკავებს, ჯერ არ იცის რა ხდება. მაგრამ მე აღმოაჩენს რომ დედა თურმე მარხვას ინახავს. დედა ხატებთან დგას, ხან საუბრობს, ხან ჩუმად არის, ჯერ ისიც არ იცის მარტო რატო საუბრობს. რატო დგას ესე ჩუმად. თურმე აღმოაჩენს რომ ლოცულობს, ხან ხმამაღლად, ხან გულში ხატებთან, ამას აღმოაჩენს. მე აღმოაჩენს რომ ტაძარში მიდის და რაღაცას აჭმევენ. აღმოაჩენს რომ თურმე ეს ზიარება ყოფილა, ბავშვის თვალით დანახოს ამბობს. მე კი არ მახსოვს მაშინ პატარა რო ვიყავ. რას ხედავდი და რა მახსოვს იქიდან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ალბათ დაახლოებით ასე იქნება. და მე მიხვდება რომ თურმე რასაც დედა და მამა აკეთებს, აი ამას ეს სახელები ჰქვია. და რადგან ის აკეთებს, მეც რომ გავაკეთო, სულ ცოტა ცუდი არ იქნება. ესე იგი ეს შეიძლება. ანუ ეს შეიძლება რომ გააკეთო. და მე იმასაც მიხვდება რომ ეს კარგია რომ გააკეთო. და მე ამის შესახებ თუ სიტყვიერათაც ასწავლის მშობელი და აუხსნის
ეს ხომ კარგი იქნება და ამიტომ ნელა მოამზადებს. არ შეაშინებს ახსარებით რო შენ ახლა ზოგჯერ არის რომ დედა ეუბნება ძირითადად დედებისგან გამიგია ხოლმე შეიძლება სადღაც მამაც ეუბნება წადი და მოძღვარს უთხარი რომ მაბრაზებ წადი რომ უთხარი რომ აი რაღაცა მოიპარე ხო და ეგ არ გამოდის არამედ ჩვენ უნდა აუხსნათ რომ წადი და ის უთხარი მოძღვარს აი რასაც შენს თავს ჩაუთვლი რომ ეგ არ იყო მოსაწონი საქციელი ჩვენ კი არ მოვთხოვთ რომ აი ეს შენ რო ეს გააკეთე ალბათ რა ვიცი აი სწორი ალბათ ის იქნება ადამიანი და ადამიანს დაანახო თავისი თავი და თვითონ რაც არ მოსწონს თავის თავს სინდისი ხო ყველას აქვს იმ პატარა ბავშვსაც აქვს ისიც ხდება მეტნაკლებად ხდება ეს კარგი იყო და ეს არ იყო კარგი თვითონ მიხვდეს უნდა და თვითონ მიუდგეს თავის სულიერ ცხოვრებას შემოქმედებით. თუ ჩვენ ესე გამზადებულ იმას ერთი შემთხვევა იყო წლების წინ ესე იგი არ ვიცი ცოლი აძალებდა რომ გინდა თუ არა ახსარებაზე მიდიოდა ამანაც ნუ ამოვიდა ალბათ კეში და კარგიო და მიდიო შენ ჩამომიწერეო მაშინ ახსარებაო და ესე ხო ახლა იმ პატარა ბავშვის შემთხვევაში თუ ეს კარგად არ ჩანს რაზე ვსაუბრობ ამ დიდი შემთხვევაში ხო გამოჩნდა რა წავიდა ცოლის და ჩამოუწერა ალბათ რაც შეატყო რომ ცოტა ვერ აკეთებდა ეს ნეივისი კიდრა იყო კიდე კაცმა არ იცის ხო იმ ცოლმა რა იცი ახლა ეს რას აკეთებს და რას ფიქრობს და ბოლომდე რა იცი რომ შეიგინა გაიგო რომ შეიგინა სიტყვაზე ვამბობ მაგრამ იმისი კითხვაა ეს არასწორი დამოკიდებულებაა, როდესაც მშობელი ეუბნება, რომ წადი და შენ ეს უთხარი შენ. თუ ბავშვი იკითხავს, რომ რა უნდა უთხრა? შეიძლება უთხრა, რომ აი მაგალითად, აი ესეთი რამე თუ მოგვსულია. ზოგადად შეიძლება უთხრათ ის, რომ აი რაც შენ არ გინდა რომ გაგიკეთოს ხო, მე არ გაუკეთოს ხო და თუ მაინც აღმოაჩენ, რომ სადღაც ისეთი რამ გიქმნია სხვისთვის შენ რომ არ მოგეწონებოდა, აი ეს ცოდვაა. ხარი ახსარებაში. რაც შენთვის მოგწონს და გინდა ეცადეს, ხასაც ეგრე გაუკეთო და თუ სადღაც შეატყეო, დაგენანა თუ დაგეზარა თუ ვერ მიხვდი და ვერ გაუკეთე, ეგეც იცოდე რომ რაღაცა ეთყობა დააკელი და ეგეც უთხარი დავუშვათ. შეიძლება უთხარი ისიც რომ აი დავუშვათ რისით ხმამაღლა თქვა, ხმა ცხენია დავუშვათ. რაღაცას რო დაეხმარე მაგას იოლად იტყვიდნენ ხმალმა, ვიღაცის დაგენანა რაღაც, მაგას ვერ იტყვი. ვიღაცის სიხარული რომ გაგეხარდა, მაგას იტყვი ხმამაღლა, მაგრამ ვიღაცის სიხარული რომ შეგშურდა და დაგამწუხრა, მაგას ვერ იტყვი. მაგითიც მიხვდები, რომ თურმე ეს სადღაც ცოტა იქნა ჩადენილი და უხსნას რომ მოძღვართან არ უნდა მოერიდოს, ესე იგი არაფრის თქმა, ახსარება გულწრფელობის გარეშე ახსარება არ არის. და ესე უნდა ნელა არ უნდა შეაშინოს ბავშვი ადამიანი. როგორ აღნიშნოთ შობა და ახალი წელი. შობა უნდა აღნიშნოს ადამიანმა იმით, რომ უნდა ტაძარში მივიდეს, ღამითევას დაესწროს, ეზიაროს და უნდა გაიაზროს ადამიანმა, რომ ქრისტე ჩვენთვის მოვიდა ადამიანად. ღმერთი ჩვენთვის მოვიდა ადამიანად. და უნდა სულიერი საკითხავის გარეშე კიდევ ერთხელ ვიტყვი, მოდი არაერთხელ ნათქვამს, რომ ჩვენ არც ერთი სულიერი საკითხავის გარეშე არ უნდა ვიყოთ. არ უნდა შემოვიფარგლოთ მარტო აი აქ ტაძარში მოსვლით, ნახსარებით, ზიარებით. უამრავი სასულიერო წიგნი არსებობს, სასულიერო ლიტერატურა დღეს ძალიან ბევრია. ყველა ასაკის თუ ყველა სულიერი მდგომარეობის მქონე ადამიანისთვის და ყველამ თავისი მდგომარეობის შესაბამისი წიგნი კი უნდა იკითხოს. წიგნის გარეშე არ უნდა იყოს. ახლა მაგალითად აი დღეს არის ხსენება მოსე წინასწარმეტყველის. ჩვენ ვიცით რომ მოსეს ღმერთი თავად ელაპარაკებოდა. მოსეს წიგნი რომ არ წაეკითხა, ის ამითი არ დააშავებდა. იმიტომ რომ თვითონ ღმერთი ელაპარაკებოდა მას. მაგრამ ჩვენ ხო ვატყობთ რომ ღმერთი ესე არ ველაპარაკება.
ან შეიძლება გველაპარაკება, მაგრამ ჩვენი გული და გონება იმდენად არის, ესე იგი დაბინძურებული ამ წუთის სოფლის რაღაცა იმ ორომტრიალით თუ საფიქრალით თუ ასე შემდეგ. იმდენად არის დამძიმებული, რომ ჩვენ არ გვესმის ღმერთისა ესე. ჩვენ ამიტომ ღმერთის სხვაგვარად გველაპარაკება. იმ წიგნის ნაშრომით გველაპარაკება, იმ სახარების, იმ წმინდა მამის ქადაგების თუ ცხოვრების მიერ გველაპარაკება და ჩვენ ეს უნდა წავიკითხოთ. ჩვენ ამითი გვეუბნება ღმერთი. იმ სხვადასხვა სიტუაციაში როგორ მოიქცე ადამიანი და რა შემთხვევაში იქნება ცოდვა, რა შემთხვევაში იქნება სწორი საქციელი ეს ადამიანი თუ ეძებს აუცილებლად იპოვის. იმ კითხვაზე პასუხს რაც აინტერესებს. არ არის პასუხგაუცემელი შეკითხვა. ისეთი რომელიც შეკითხვის პასუხიც ჩვენი სულიერი ცხოვრებას უფრო გააადვილებს. იპოვის ადამიანი ამ პასუხებს. და თუ ვერ პოულობს ეთყობა არ ეძებს. ან ამ ძებნას რამე დააკლო, არასრულყოფილად ეძებს. ის გულმოდგინება ვერ ჩადო ეთყობა. ხო არის ხოლმე რომ ადამიანს რაღაცა ნივთი გაუფუჭდება და იმისი პატარა ნაწილი სჭირდება და მოიძიებს ესე იგი და მიწიდან ამოთხრის და სადღაც იპოვის მოკლედ და გამოიწერს და მოიტანს და ექნება. ხო და ამასაც იპოვის თუ ადამიანი ასე შეხედავს და თუ ადამიანი დაინტერესდება ამით. მაგრამ როგორც ერთ-ერთი ადამიანი ამბობდა, პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩვენ შეკითხვებზე არ გვაქვს პასუხები. პრობლემა ის არის, რომ შეკითხვები არ გვაქვს. აბა დავაკვირდეთ ჩვენს და შეკითხვები არ გვაქვს. იმიტომ რომ რის შესახებ უნდა გქონდეს შეკითხვა, ეგეც არ ვიცით. იმიტომ რომ იმ საქმეს არ ვაწარმოებთ, იმ სულიერ საქმეს არ ვაწარმოებთ და შეკითხვებიც ბუნებრივი არ აქვს. ახლა მაგალითად აი დავუშვათ ჩვენ მივდივართ რაღაცა კონფერენცია, რაღაცა მოხსენება უნდა წაიკითხო, მოდი აი სიტყვაზე ვიტყვი ოთარანთ ქვრივის შესახებ. ჩვენ ესე იგი რა შემთხვევაში უფრო გვექნება შეკითხვები, ჩვენც რომ წაკითხული გვაქვს ეგ ნაწარმოები თუ საერთოდ შეხება არ ვარ ქონა. ჩვენ რომ წაკითხული გვაქვს შეკითხვები, მაშინ გვექნება, მაშინ უფრო რაღაცა დაიბადება კითხვა. ნეტა აქ რას გულისხმობდა ილია ჭავჭავაძე, წმინდა ილია მართალი. აი, იქ უფრო გაგვიჩნდება ეს შეკითხვა. დავუშვათ იმ ოთარანთ ქვრივის განხილვას უნდა დავესწროთ. ხო და თუ წაკითხული არ გაქვს, აი რა შეკითხვა უნდა დასვა? ვერ დასვა შეკითხვა. ან თუ დასვა ისეთ გიჟურს, რომ შენთანაც გაგეცინება, მაგრამ შენ შეკითხვაზე და ეგეთი ჯობი არ დასვა. და იმიტომაც აი რომ ადამიანს არ აქვს შეკითხვები. კარგით, მოდი დღეს ამითი დავამთავროთ და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, აი ბავშვებთან ამ თემაზე გქონდა საუბარი. ჩვენი შვილები დადიან სკოლაში და ჩვენ მაინც და მაინც მოგვექნება ორიენტაცია იქითკენ, რომ მაინც და მაინც 10-იანები მიიღოს. მე უამრავი მასწავლებელი შეწუხებულია მრავალი მშობლისგან, რომ მაინც და მაინც აი მშობელმა შეაწუხა, რომ შეაწუხა, იმიტომ უწევს მის შვილს 10-იანს, თორე იმიტომ კი არა ეკუთვნის. აი მართლა გეუბნებით, არაერთი შემთხვევა რა ის მასწავლებელი იმიტომ რომ შეწუხდა, აი ამიტომ უწევს 10-იანს და რაც გინდა ეგეთი 10-იანი. პირიქით, ჩვენ შვილს უნდა ვასწავლოთ, რომ იყოს ადამიანი. გაითვალისწინოს სხვა, არ დაამციროს, არ დასცინოს, გაუგოს სხვა ადამიანს. მე რა რომ 10-იან 7-იანები ეწეროს და ესეთი იყოს. ჯობია ესეთი იყოს და 7-იანები გქონდეს. ნუ ჩვენ შემთხვევაში ალბათ 3-იანები, შეიძლება 2-იანებიც გქონდეს. მაგრამ ადამიანის პატივს სცემდეს, ადამიანს ითვალისწინებდეს, ადამიანი უყვარდეს. მეგობრულად მიუდგეს, არავინ არ დააბეზღოს. აი, სროევნება. უძინართან ზეში რომ გახსოვდეს შვილო, რომ
შეიძლება თითოეულ ადამიანში არის რაღაც ისეთიო, რის გამოც უნდა გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინცო. და იოლად ნურავის გაიმეტებ. მანამდე ეუბნება, რომ მე ვერაფერს ვერ გიტოვებ, მაგრამ თუ აი ამას გაითვალისწინებ, რასაც გეუბნება, მაშინ ჩავთვლიო, რომ შენთვის რაღაცა მაინც გავაკეთებ. თუ არა ვწდები, ესეთი სიტყვებს ეუბნება. ხოდა ჩვენს თუ ჩვენი შვილისთვის ის გავაკეთეთ, რომ მან ადამიანს შეხედა ისეც, როგორიც არის ადამიანი, ხომ თავისი ღირსებით და ეს დააფასა. ესე იგი მართლა ჩვენ გვისწავლებია მისთვის რაღაც. და თუ ჩვენ ეს ვერ შევძელით, მაშინ მისთვის ის ათიანები უფრო დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს. ეგ ნიშნავს იმას, რომ აი უზნეო ადამიანის ხელში ის ცოდნა უფრო საშიშია. ეს ცოდნა როგორც იარაღი, ისე ის საშიშია. მაგრამ ის ნეუბრივი ადამიანის ხელში და მით უფრო სულიერი ადამიანის და განათლებული ადამიანის ხელში ის ცოდნა, ის სწორედაც რომ ძალიან საჭირო რამეა და ამით შეუძლია მრავალი ადამიანი ანუგეშოს. ესე რომ მე პირადად ესე მიმაჩნია, რომ შეიძლება მე ვინავა, რომ ესე მიმაჩნია, მაგრამ უბრალოდ რაღაცნაირად ჩემ შვილთან ეს დამოკიდებულება მირჩევნია მქონდეს, ვიდრე ის, რომ მაინც და მაინც ახლა ჩაურაკრაკოს ვიღაცას რაღაცები მოუყვეს და ადამიანი არ უყვარდეს. ყველას გილოცავთ, აბა სწავლის დაწყებას და ჩვენ შვილებთან ერთად სწავლობთ კიდევ, ესე იგი, ჩვენთვისაც არ დამთავრებულა ეს სწავლა. ზოგჯერ ისეთი რამე შეიძლება გაიგო, რომ ცხოვრებაში პირველად ისმენ და შეიძლება ჩვენზე ბევრად პატარა ადამიანისგან გაიგო. რაღაცა სიტყვა, რაღაცა მიდგომა ადამიანის მიმართ. რაღაცა დღეს ერთი ადამიანი ეუბნებოდა მეორეს. შეიძლება ვთქვათ, მასწავლებელი ეუბნებოდა მოსწავლეს, რომ რაღაცის გამო ტიროდა ეს ბავშვი და ეუბნებოდა, რომ თუ გეტკინაო, შეგიძლიაო, რომ იტიროო. მე ეგეთი რამე სხვა დროს არ ვსმენია. ჩემო ბავშვო, ტირი ხარ სიცხვილეა და რატო სიცხვილე ბავშვია და თუ ეტკინა, წამოიტიროს ცოტა. გაუადვილე ის ტირილიც. შეიძლება ეგრე უფრო დამშვიდდეს. უფლება აქვს, რომ იტიროს. სიცხვილის სულაც არ არის ტირილი. მithumetes საკუთარ ცოდვებზე.